მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, რა თქმა უნდა, ჩვენ საყვარელ დიდი, ჩვენ საყვარელ ბოლნიში ვიმყოფებით, ჩვენ 2 წლის წინ ვიყავით. 2 წლის წინ ვიყავით, თქვენ და ჩატარდა ჩემი და იგდას სოლო კონცერტი თქვენთან და ისე მიხარია. ძალიან გვიყვარს საკმაურობა, გვიყვართ თქვენ და ჩვენ ეს ძალიან სასიამოვნო საღამოს გვპირდებით, რომელსაც გვია მონატრებული და სიყვარულით სავსე ხარგები. აი ამ კონცერტს ქვია, აი ეს ამბავი სათაური, რომელიც სხვადასხვა მინდა გითხრათ, დღევანდელი კონცერტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო. გაში დაუბრუნდით მათ. 2 წლის წინ მახსოვს, რომ საოცარი აუდიტორია იყო და ზოგადად ბოლნისი ცნობილი არის თავისი მუსიკალური ხედვით, თავისი მონტობებით ხელოვნებასთან დაკავშირებით და ვიცი რომ ძალიან მაგარი კონცერტი გაიმართება დღეს. მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი კონცერტის მთავარი გმირები. კომპოზიტორი ნანა დაუშვილი, მუსიკოსი ნანა ცხვარაძე, მომღერალი იკავერაძე.
მომღერალს. ჩემი ელენა შეასრულებს ელენე დამობაძე შეასრულებს ორ სიმღერას. ჯერ ქართულს, მრავალჟანრს, შემდეგ კი უცხოურს.
აღფრთოვანებული ვარ ნამდვილად მთლიანი ჯგუფის შემოქმედებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ განებივრებული ვართ ასეთი ღონისძიებებით ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობის დამსახურება და კულტურის განყოფილების, რომ ძალიან ბევრი ცნობადი სახე გვიხილავს ჩვენს პატარა სცენაზე. მაგრამ დღევანდელ საღამოს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ჩვენი პატარა ელენიკო ვიხილეთ ძვირფას ადამიანებთან ერთად უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი ჩამითვლით გადამეტობაში. უღრმესი მადლობა დღევანდელი სიამოვნებისთვის. მინდა წარმატება უსურვო თქვენ კოლექტივს, ჩვენს პატარა ელენიკოს, მისი მშობლიური ბოლნისი, მისი მშობლიური რაჭის-უბანი, მისი დედულეთი ამაყობს პატარა ელენიკოთი და გვინდა ულევი წარმატება უსურვოთ მათ. აი ვერ წარმოიდგენთ როგორი სასიამოვნო იყო ეს საღამო. ნამდვილად ყველას სათითაოდ გაცნობა მოგვიხდა ძალიან ახლოს და ასეთი ლამაზი და ასეთი საინტერესო მართლა გქონია. ნამდვილად კარგი ხანია კონცერტი. ყველა სათითაოდ მომღერით ვისიამოვნე. უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, რომ აი ესე გვანებივრებს რეგიონებში აი ესეთი ღონისძიებებით. დიდი მადლობა რამპას. მადლობა მთლიან კოლექტივს, მოვიდა გაგვილამაზა ეს საღამო. ამ დაძაბულო მდგომარეობაში მსოფლიოში რა ხდება და მინდა რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო სულ ესე სიმღერის ხასიათზე იყოს ბატონებესო. მადლობა თქვენ, რომ აი ასე აშუქებთ. მე უყურებ თქვენ დადიხართ რეგიონებში და აშუქებთ ყველა ღონისძიებას. უღრმესი მადლობა ჩამობრძანებისათვის და ყველა რა ვიცი ძალიან კმაყოფილი მივდივართ, ძალიან კმაყოფილი. მადლობთ ინიცა. არაჩვეულებრივად ჩატარდა ხალხი მსმენელი, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და აი ბოლნისი და ბოლნისელები ჩვენი სიყვარულია. მოკლედ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს. დიდი მადლობა თქვენ ვარსკვლავებს. მართლაც საოცარი დღე იყო, შთაბეჭდილებებით დატვირთულები ვართ, ემოციებით დატვირთულები ვართ. არაჩვეულებრივი შეხვედრა მოგვიწყვეს, ხალხიც კარგად მოვიდა, არაჩვეულებრივი მსმენელია. უღრმესი მადლობა ყველას. ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ და საოცარი მაყურებელი იყო ბოლნისში და მადლობა დიდი ბოლნისელებს. მეც შავერთვები. მოგესალმებით ყველას, მიყვარხარ ძალიან როგორც ყოველთვის ახლა სერიოზულად, როგორც ყოველთვის ბოლნის საოცარი მსმენელი ყავს, საოცარი მართლა განსაკუთრებული და გამორჩეული ქვემო ქართლში. ინგასთან ერთად ჩვენ მქონდა 2 წლის წინ კონცერტი და იგივენაირად აი საოცარი ემოციით ჩაიარა დღევანდელმა საღამომ. მადლობთ. მე მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღის ნაწილი ვიყავი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დედულეთი ეს მუნიციპალიტეტი ჩემი და მადლობა პირველ რიგში მერიას, ორგანიზატორებს, მონაწილეებს და პირველ რიგში მაყურებლებს, რომ ამ დღის შედგენაში დაგვეხმარა. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი კონცერტით, მიუხედავად მით უმეტეს იმიტომ, რომ ჩვენი ბოლნისური ფესვების მომღერალი გამოვიდა და ჩვენი ახლობელია და ძალიან მომწონს. საერთოდ ქალბატონი ნანა სიმღერები ისედაც მომწონს და ყველაზე დიდი აღსანიშნავი ისაა, რომ დიდი ჩვენი კოტე ჩუმაშვილის მეგობარია და დღეს მისი გახსენება ძალიან ამ სცენაზე, სადაც კოტესაც უმღერია, რაღაცა სხვანაირი დატვირთვა ჰქონდა. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ასეთი დიდი სიამოვნებისთვის. აღფრთოვანებული ვარ დღეს იმით, რომ არ ვიცი, ძალიან დიდი სითბო, ძალიან დიდი სიყვარული მოდიოდა დარბაზიდან და აი აპლოდისმენტები და აი რაღაცა მთელი სითბოთი და სიყვარულით იყო გასჭოლული. ყოველი სიმღერის შემდგომ იყო ხურვალე აპლოდისმენტები. მე მინდა ვთქვა, რომ ეხა ვარ მე ისეთ დარბაზში და ისეთ ქალაქში, იმ სცენაზე ვდგავარ, სადაც ფეხი შედგა კოტე ჩუმაშვილმა და ვისიც იყო და მისი ხელმძღვანელობით იყო ეს თეატრი და რა ვიცი მე ყველაფერი საუკეთესო მინდა უსურვო ბოლნისელებს ძალიან ბევრი ხალხი მყავს აქ საყვარელი ადამიანები და მიხარია რომ დღეს ჩვენი პრეზიდენტის დაც მობრძანდა ქალბატონი ნონა და დაესწრო კონცერტს აქ მოყოფილია ძალიან და ასევე ის საზოგადოების ის ნაწილი რომლებიც დღეს ყოველს აღმოჩნდა. დიდი მადლობა ყველაფრისათვის.